ხელისუფლების ქმედებების შედეგად ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. 2025 წლის 9 მაისი. ისე გამოვიდა ეს თარიღი წყალგამყოფი ყოფილა. თუ ამ მძიმე წლის კვალდაკვალ ევროპის გზაზე გავივლით, დავინახავთ, რომ გამოსახულება ამ ქვეყანაში მაინც უცვლელია და ჩვენს თვალწინ წელსაც 1000 გვარი შეფერილობა, ხმოვანება და მრავალფეროვნება შემოდის. მთავარი სანახაობა ეს ხალხია, თითოეული ჩვენგანი მიმავალი ევროპის გზაზე, ევროპულ ოჯახში თავისუფლებასთან. იყო წელი, რომელმაც აჩვენა რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არ გახდება კონფორმისტი და არ შეეგუება იმას, რასაც რუსული ძალაუფლება, რუსული სისტემა, ივანიშვილის რუსული სისტემა თავაზობს მრავალსაუკუნოვან ქართულ სახელმწიფოს, ქართულ კულტურას, ქართულ საზოგადოებას. ევროპულ ღირებულებებს, განსხვავებულობას, მრავალფეროვნებას და უწყვეტ საუკუნოვან ისტორიას ამ ქვეყანაში იმაზე მეტი მცველი გამოუჩნდა, ვიდრე რეჟიმი წარმოიდგენდა, რომელიც განსაკუთრებით გასული წლიდან დღემდე შეუიარაღებელი თვალით არყევს ქართველი ხალხის ურყევ ნებას ევროპისკენ. ჩვენ გავახმოვანეთ ჩვენი გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის ეს რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ერთთან მოთანამშრომლე შენი თანამემამული არის ყველაზე მძიმე ჩვენ ისტორიაში და ჩვენ აი ამის მომსწრე გავხდით შეუიარაღებელი თვალით ყოველგვარი შეფარვის გარეშე ჩანს ვინ საით ეკაჩება ამ ქვეყანას. დავშით! გასული გაზაფხულიდან ამ დრომდე მოვლენები ერთი დიდი ანტიევროპული აქტია, არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან, უწყვეტ ბრძოლაში ფასეულობებთან, ყველა მოაზროვნე მოქალაქესთან, მანამდე ევროპულ სათავეებთან და ყველა ჩვენთაგანთან, ვინც ცოტა რამ მაინც იცის, რატომ ევროპა. ძალიან მძიმე წელი იყო. ბევრი იმედგაცრუებით, ბევრი შიშით სავსე, ბუნდოვანებით, რომელშიც ადამიანს ერთად უჭირს ყოფნა, რომ არ იცი რა გელი, საით მიდიხარ, ისე მიდიხარ, რომ შენ არც გეკითხებიან, შენი ნება მთლიანად ამოვარდნილი, როგორც ერთი ჩვეულებრივი მოქალაქის, რომელსაც აქვს თავისი უფლება, რომ რაღაცის წინააღმდეგი იყოს, არ უნდადეს სიბნელე, არ უნდადეს ძალადობა. მე ვხედავ აი ამ ღირებულებების აი ამ სოლიდარობის კულტურის დაბადებას ჩვენ საზოგადოებაში. ეს არცად არ წავა. ის რაც ჩვენ ვაჩვენეთ ამ ერთი წლის მანძილზე და განსაკუთრებით აი ამ უწყვეტი პროტესტის დღეებში, ეს იყო რაღაცნაირად, ეს ხო რაღაც ვიღაცის შეკვეთით არ იყო მართლა, ან ვიღაცის მოფიქრებული, ეს იყო ერის კოლექტიური გონის ნაყოფი. რადიკალური და ანტიევროპული ჩვენს შორის მხოლოდ ჩვენივე ძალადობრივი და არა ლეგიტიმური ხელისუფლებაა, რომელიც ისე როგორც ტოტალიტარულ რეჟიმებს სჩვევია, ყველაზე შორსაა საკუთარ იდენტობასთან, 1000-წლოვან ისტორიასთან, წინააღმდეგობაშია საკუთარ თავთან და ყველაფერთან, რაც ღირებული და ეროვნულია. ეს არის საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი. დიდი ხნის არჩევანი, რომელსაც ერთი ივანიშვილი ვერაფერს ვერ უზამს მიუხედავად იმისა, რომ მცდელობას არ აკლებს. ქართული საზოგადოების სიმტკიცე, ფასეულობების, ღირებულებების ერთგულება იწვევს აი ამ ალქაჩთა მუდმივ წყენას, მუდმივ ზიზღს, მუდმივ გაშავების, ლაფის დასხმის, ტალახის სროლის, ჩირქის მოცხების სურვილს და ამას რეალურადაც ახორციელებენ. 2012 წლის 1 ოქტომბერი არის ყველაზე ანტიევროპული აქტი. მაშინ თქვათ ხალხი შეცდა, არ ვიცი, რა ვქვა, შეცდა, რა ყოველთვის მოხდა ის ამბავი, რაც ეხა მოხდა. ძალიან დიდი ხანი არიან. აი ძალიან დიდი ხანი. ჩემთვის ეს ხელისუფლება ყოველთვის იყო ანტიევროპული. მოსვლის პირველი წუთიდან უпросто აი 2011 წელს ბიძინა ივანიშვილი რომ ვიხილე, მივხვდი რომ ეს იყო საბჭოთა გადმონაშთი.
ქვეყნისათვის გადამწყვეტ ამ ერთ წელიწადში, ამ ბოლო წლებში ბევრი რამ გადახვდა და თუ ქვეყნის ბოლო წლებს ბიოგრაფიული თვალით შევხედავთ, ნათელია რომ, რადგან რეჟიმი ყველაფრის გაუბრალოებას ცდილობს, უფრო პირდაპირ კი დემოკრატიულ კერებს ანადგურებს, მეტი სიფხიზლეც გუმართებს. ეს არის კოლაბორაციონისტური ხელისუფლება, რომელიც წარმატებით თანამშრომლობს შენ საუკუნოვან მტერთან. შესაბამისად, ნებისმიერ თავაში, აი გამოთქმარო არსებობს, რომ თავისუფლება ყველა თაობამ უნდა მოიპოვოს, ყველამ უნდა იბრძოლოს ამ თავისუფლებისთვის, ყველას დასაცავია და ყველას მოსაპოვებელია. შენ ხმა არის მის, შენ არ ჩანხარ, თითქოს არავინ არ ახარ საერთოდ და ამის შიში მე არ მყინავს მაგალითად, ანუ ამის შიშმა არ გამყინა პირიქით, მაგრძნობინა რომ კიდე უფრო მეტად უნდა ვაჩვენო რაღაც, მაგრამ სინამდვილეში შიში ძალიან დიდია, რომ რაღაცები რაც იყო, რაღაც გარკვეული ჩარჩოები, რაღაც გარკვეული წესები, ეს წესები აღარ მუშაობს. რაზე უნდა ისაუბრო, ისიც არ იცი, რაზე ვისაუბრო. საით მივდივართ, გამაგები. მოინტერესებს საით მიდიხარ ხალბატონო მაკა. ესაა ძალა, რომელმაც არ იცის სად მიდის, ან პირიქით, ყველაზე უკეთ იცის, საით მიდის და მიჰყავს საქართველო. ევროპული ნიადაგი ამ ქვეყანაში ახლაც მყარია და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიის ყველა ეპიზოდში საზოგადოება ფხიზელია. ქვეყნის გარუსების პირდაპირ მცდელობებს ყველა დროს პროტესტით პასუხობს. მე ვიცი ევროპა რა არის. მე მინდა ევროკავშირი. დიახ, ევროპაში უნდა შევიდეთ. ევროპაში, მხოლოდ ევროპაში და არა სხვაგან. ეს გასული წლის რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაციაა. საზოგადოების უწყვეტი ბრძოლა რუსეთის და რუსული მთავრობის წინააღმდეგ საქართველოში. ჩვენ საზოგადოებაში არის გარკვეული პლასტი, რომელიც არის საბჭოთა მენტალობის. ანუ ეს საბჭოთა ქვეყნებში ვერ დაიძლია მთლიანად ეს საბჭოთა მენტალობა და რატო? იმიტომ რომ არ არის გადააზრებული. მაგრამ ეს ხალხი თავისი არსით აი პირდაპირ რო ნახოთ პროპაგანდისტული ხერხები ვთქვათ საბჭოეთის და ამათი აი წვეთი წყალი ვიდგავს ადამიანის უფლებების შელახვა ჩემთვის არის სრულიად ყველაზე ანტიევროპული. ჩემთვის ევროპა არის სივრცე. ანუ არა გეოგრაფიული, არამედ ღირებულებათა, სადაც ადამიანის თავისუფლება არ არის პრივილეგია, არის ნორმა. რაც უფრო განათლებული ხარ, მით უფრო ადვილად დაძლებ დაბრკოლებებს. ამიტომაა, რომ ანტიევროპულმა ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერც ერთი პატრიოტი მოქალაქე ვერ დაიმორჩილა. კრიტიკული ჟურნალისტებიც დაასახიჩრა და არც ერთ მათგანზე განხორციელებული ძალადობის არც ერთი ფაქტი არ გამოიძია. პოლიცია ადგილზე არ არის. რეჟიმმა სამიზნედ ყველაზე წიგნიერი ახალგაზრდები აარჩია, სასტიკად გაუსწორდა, საჯიჯგნად მიუგდო პროპაგანდას და ბოლოს კლანის სასამართლოს გადასცა. ისინი ნამდვილი ქართველები არიან, ასხივებენ იმედს შეუპოვრობას, ბრძოლის სიხარულს და მართალ ადამიანად ყოფნის სიხარულს. რაც უკვირთ, ძალიან უკვირთ. ადამიანებს, რომლებსაც ყველაფერი აქვთ ფული, ძალაუფლება, მაგრამ ეს სიხარული მათ არიციან სიმართლისა და ბრძოლის სიხარული, რომელსაც ჩვენ გვაძლევენ როგორც ძალას, სწორედ სიმდის პატიმრები და მათი ოჯახის წევრები. ვაფშე არაფერი არ არის, ერთი წამი დამშვენდი. არაფერი სანდროხი. ევროპა გვაჩვენებს, რომ შესაძლოა დაგჩაგრონ, უსამართლოდ დაგაპატიმრონ და შენ მაინც იმაზე მეტი შეძლო საქმიდან, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა. სიმბოლურია, რომ სწორედ ევროპის დღეს რეჟიმის ტყვემ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ევროპული კინოაკადემიის წევრი გახდა. აკადემიის პრეზიდენტმა კი მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ყველაზე ამიხარია, რომ ანდროს უხარია ალბათ ძალიან. ყველაზე მეტად ეს მახარებს, რომ ანდრო რომელიც არის 4 კედელში გამოკეტილი, იგებს აი ესეთ მართლა რაღაცა საოცარ ამბავს.
ევროპა გვეუბნება, როგორი ვიყავით, როგორ დავძლიოთ ტოტალიტარული რეჟიმის 70 წლიანი მემკვიდრეობა. გვეუბნება, ვინ ვართ, ან როგორი შეგვიძლია ვიყოთ მომავალში. ჩვენ გვინდა ევროპა აქ. სხვათა შორის პრეზიდენტ ზელენსკის ჰქონდა ესეთი თავის ინაუგურაციის სიტყვაში, რომ მაშინ როცა ევროპა იქნება ჩვენს გონებაში, მაშინ შემოვა ევროპა უკრაინაში. ევროპა ამ ქვეყანაში ცოცხალია და ფრაგმენტირებულ და გათითოკაცებულ ეგრეთ წოდებულ რეჟიმზე ძლიერია. არადა მილიონები დახარჯეს, დაწვეს ევროკავშირის დროშაც და მაინც ევროპა ვერავის შეაძულეს. ევროპული ღირებულებების ცენტრი მაშინ საქართველო იყო, როდესაც აქ იწერებოდა ვეფხისტყაოსანი, შენდებოდა სვეტიცხოველი. იხატებოდა ყინწვისის ანგელოსი, როდესაც ნანა დედოფალი და მირიანი იღებდნენ ქრისტიანობას, როდესაც ილია ჭავჭავაძე ქმნიდა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. ჩემთვის პირადად ევროპა არის რომის ფორუმზე ფარსმაქველის ძეგლი. ჩემთვის ევროპა არის მაგალითად კონსტანტინე დიდი როგორ შეხვდა და როგორ გამოგზავნა მაპი მირიანს ეგ არის ევროპა. ჩემთვის ევროპა არის მაგალითად იგივე ჯვრის მონასტერი. ჩემთვის ევროპა არის იგივე ქართლის ცხოვრება მე-10 საუკუნეში დაწერილი ოშკი, რომელიც სრულად შედევრი არის. ჩემთვის ევროპა არის მაგალითად და უმნიშვნელოვანესი ევროპა არის დავით აღმაშენებლის ევროპული კურსი და მის მიერ დაარსებული ყველაზე დიდი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება დიდგორის თანასწორი შეიძლება რაღაც შემთხვევაში მეტი აკადემიების დაარსება. პლატონის მცოდნე შოთა რუსთაველი და პლატონის გამლექსავი ქართულ პოემაში შოთა რუსთაველი. და რადგან ევროპული სათავების კვალდაკვალ შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის ქვეყნის თანამედროვე დროების საზოგადოება ახლაც 1000-წლოვანი ბრძოლის ავანგარდშია, დავიჯეროთ, რომ გამარჯვება გარდაუვლად ხალხშია, ძალა ევროპაშია და უხსოვარი დროიდან ამ ქვეყანაში ძალა ჩვენს ერთობაშიცაა.